როზველის ინციდენტი, ნიუ-მექსიკო, ამერიკის შეერთებული შტატები. 1947 წლის 4 ივლისს ფერმერი მეკ ბრაზელი როზველის მახლობლად მდებარე საკუთარ მიწაზე გადააწყდა უცნაურ ნამსხვრევებს. ფოლგის მსგავს მსუბუქ დეტალებსა და გამჭვირვალე პლასმასის ნაჭრებს. მას არასდროს ენახა მსგავსი რამ. ბრაზელი მაშინვე როზველის შერიფთან მივიდა და ამ აღმოჩენაზე ინფორმაცია მიაწოდა. ამას მალევე მოყვა სამხედროების გამოჩენა. 8 ივლისს როზველის საჰაერო ბაზამ ოფიციალურად გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც აცხადებდა. ბაზის პერსონალმა დაიჭირა მფრინავი დისკო, რომელიც ერთ-ერთ ფერმაში ჩამოვარდა. ეს განცხადება მედიამ ელვის სისწრაფით გავრცელა. თითქოს უცხო პლანეტური ტექნოლოგიის არსებობა დადასტურდა. თუმცა მეორე დღესვე სამხედროებმა პოზიცია შეცვალეს. 9 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო უწყებებმა ახალი ვერსია წარმოადგინეს. გამოჩნდა გენერალი როჯერ რემი, რომელმაც პრესასთან გაშალა ნამსხვრევები და განმარტა, რომ ეს იყო უბრალოდ მეტეოროლოგიური ზონდი. ეს უეცარი შეცვლა და განუმარტავი დეტალები ინციდენტის იდუმალების საფუძველი გახდა.